მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი Brawl Stars-ის ვიდეოთი. დღევანდელ ვიდეოში გვექნება ძალიან მაგარი რაღაც. პირველ რიგში გეტყვით რომ ვიმყოფები ჩემი მეგობრის აკაუნტზე და დიდი მადლობა ჩემ მეგობარს რომ მათხოვა. 113,000 თაზია ჩემი მეგობარი და რა ხდება? მოკლედ Brawl Pass-ში აქ არის ფასდაკლებით ერთ ამ წვანე გასაღებად, ესეთი ძალიან მაგარი კოლეტის სკინი, რომელსაც დღევანდელ ვიდეოში ვიყიდით, მე მგონი შავი უნდა და მოდი ეს ვიყიდოთ, იმედი არ მიწყენს, ეს უფრო ლამაზია. გავტესტავთ ასევე დღევანდელ ვიდეოში, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე. მინდა გთხოვოთ, რომ ეს ვიდეო დაალაიქოთ და ვეცადოთ 100 ლაიქზე ავიყვანოთ. სამწუხაროდ ბოლო ვიდეოები არც 100 ლაიქზე ადის და არც 1000 ნახვაზე და ცოტა мотиваცია მეკარგება, მაგრამ მე თქვენი ბრალი არ არის. მე უბრალოდ ვეღარ ვაქტიურობ ისე YouTube-ზე როგორც ადრე, ჩემი მიზეზებიდან გამომდინარე, კი იცით, ეხა აბიტურიენტი ვარ და კიდევ ბოლოს არის თემები და ასე შემდეგ, მაგრამ იმედია რომ ივნისიდან მაინც დავბრუნდები ისე როგორც საჭიროა. მოდით უკვე ვიყიდოთ ეს ძალიან ლამაზი სკინი და გავტესტოთ დღევანდელ ვიდეოში, ღირს თუ არა ზოგადად ამაზე დახარჯვა. თან ფასდაკლებით იყო და რა მოხდა? 3 სკინი მოგცა? 2 წამით ვერ მივხვდი ხალხო დიდი ბოდიშით. 3-ვე მოგცა. და რას ნიშნავს ახლა ეს ყველაფერი? 2 წამით გავარკვიო. სად არის გამოვიდეთ 2 წამი და სადა კოლეტი მოვძებნოთ. ყველა ბრაულერი ხო აქაჩული ყავს და კოლეტი. აქ არის კოლეტი. და რა ხდება? ჩავრდოთ 2 წამით და სადა? კი, მეგობრებო, 3-ვე სკინი. მოდით ვითამაშოთ პირველი ამ სკინით, ვეცდები რომ დღეს 3-ვე სკინი გავტესტოთ და იმედია რომ გამოგვივა. 1000 პლუსებში ვართ, რაც ძალიან რთული იქნება ჩვენთვის. არ იქნებიან ბოტები და იქნებიან რეალური მოთამაშეები და იმედია რომ არ დავამინუსებ ჩემ მეგობარს. მოდით ვისროლოთ ხვიები და დავაკვირდეთ ის რის გულს. ცისფერი ფერის არის თუ არ ვცდები. ვეცდები ხა ყველანაირად რომ სუპერი ავისო და ვეცადო რომ არ წავაგო ეს მეჩი. ნახოთ საწავი და ეგ სად გაქრა და რა გავაკეთე და წავაგე მეგობრებო პირველი სკინით. მოდით შემდეგ სკინს ავიღებ. -6 გავუკეთე, იმედი არ მიწყენ ჩემი მეგობარი, დიდი ბოდიში ძვაო ამხელა სხერპლის გაღება როგორ წევს ვიდეოსთვის, მაგრამ მადლობა რომ კიდევ ერთხელ მათხოვა და გადავიდეთ შემდეგ სკინზე. დავიწყეთ მეგობრებო მორიგი მეჩი. ნახოთ ამ სკინსაც მე მგონი იგივე ეფექტები აქვს, ცოტა ინტერნეტი ჭედავს, მაგრამ იმედია აი ყველაფერი ხელს ისე ძალიან არ შეგვიშლის და ნახოთ ვეცდები მოგებას. მოდით აქეთ ვესროლოთ. პოკო არის ეფექტებს რაც შეხება როგორც ვამბობდი, სროლა არის იგივენაირი. სუპერზე მაინტერესებს, მაგრამ ჯერჯერობით მე მგონი სუპერს ვერ გავტესტავ და რანაირად გადმომიხდა ხალხო, ვერ გავიგე, ძალიან ცუდად ვითამაშე და წავაგე ისევ და ისევ. მე მგონი ჩემ მეგობარი აწი აკაუნტს აღარ მათხოვებს, არც სათამაშო და არანაირი მიზნისთვის, იმიტომ რომ კიდევ -6 გავუკეთე. გამოვიდეთ მოდი და ბოლოს სკინიც დავაყენოთ და გავტესტოთ ისიც. დღეისთვის საბოლოო მეჩი მეგობრებო, არ ვიცი, მოდი გავიქცევი ახლა ედგარი დავინახე და ვუფთხი ყველანაირად ედგარებს, იმიტომ რომ რამდენჯერაც ედგართან ვიფაითე, იმდენჯერ წავაგე, ძალიან გვიჭედავს ინტერნეტი და იმედია ეს ყველაფერი თამაშზე არ იმოქმედებს და ვიდეოზე პირველ რიგში, იმიტომ რომ იმედია რომ ვიდეო არ ჩაგვივარდება. ნახოთ, მოდი გამოვიყენოთ ჩემი გაჯეტი, სადაა გაჯეტი? რა ხდება ხალხო, ვერ გავიგე, ძალიან ცუდად გამოვიყენე ეს ყველაფერი და უნდა გავიქცე ახლა ცოტა ხანი. ნახოთ, მოდით აქეთ ხარეს ვესროლოთ, ბიბი არის, ბიბის ვესროლეთ. ნახოთ, რამოდენიმე ტყვია თუ გავარტყი კიდე, გავარტყი მეგობრებო, აქეთ სპაიკიც არის. დავიწევი ქვევით ხარეს, შეგახსენებთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწევოთ არხი, რადგან მინდა რომ მალე ავიდე 14,000 გამომწერზე და შემდეგ უკვე 15,000 გამომწერზე. მოდი გავიქცევი ისევ და ისევ. აქ არის ჩვენი ედგარი. ნახოთ, ედგარი იქნებ მოკლად, მაგრამ ედგარმა იქეთ მოკლა ჩვენი ფაიფერი. ჯერჯერობით ტოპ 7-ში ვართ, მინდა რომ ეს ხელი კარგად ვითამაშო, რომ არ წავაგო და კიდევ არ დავაკლო ჩემ მეგობარს თასები. ნახოთ, აქეთ სტუ არის, სტუსთან ფაითი რამდენად მაწყობს არ ვიცი, მაგრამ ვეცდები ყველანაირად დისტანციაში ვიყო და ტოპებში მაინც გავიდე, თან ნოვადროს მოგცემს მე მგონი ტოპებში გასვლის დროს და ვეცდები ყველანაირად რომ კარგად ვითამაშო. ნახოთ აქეთ ხარეს რა ხდება. ეფექტები ისევ იგივეა, არაფერი არ შეცვლია 3-ვე სკინზე, უბრალოდ ვიზუალურად სკინი არის სხვადასხვა, თორემ ეფექტებით ყველა ერთი და იგივეა, ერთი სიტყვით რო ვთქვათ მარტივად. მოდი შევიწევი ჯერჯერობით ცენტრში. ნახოთ რა იქნება ჰაიპერჩარჯი ავივსო. შემდეგ რომ მოწინააღმდეგეები უფრო მარტივად დავამარცხოთ, გავარტყი ერთი ტყვია იქეთ, გავარტყი ერთი ტყვია. ნახოთ აქეთ ხარეს ვინ არის, აქეთაც. მე მგონი არავინ არ არის. იქნება ედგარზე ავივსო ჩემი ჰაიპერჩარჯი. ბიბიმ გაწირა ჩვენი ედგარი, იქეთ ხარეს, დავრჩით 5 თიმი ჩემიანად. ნახოთ, იქნება ერთი ტყვია ვინმეს გავარტყა აქეთ, გავარტყი ერთი ტყვია, გავარტყათ იქნებ კიდევ.
არა, მოდი აქეთ ქვევით არის სტუ. უნდა დაველოდო ეხლა სტუ სანამ არ გაურაშავს, რომ იქნებ შევირსო მერე ჩემი ჰაიპერჩარჯი ამ ფაიჩი და არა რა. ვერ მოასარი გამოყენება მეგობრებო, თორემ შეიძლებოდა უკვე ტოპ 2-ში მაინც გავსულიყავი თუ არა და ტოპ 3-ში. ეხლა კი ავიღოთ ჩვენი საჩუქარი, რომელიც არ ქონია თურმე ჩემ მეგობარს აუღია. ყველაფერი გამაქსული აქვს ერთი სიტყვით, ვაფშე, აი ყველაფერი რასაც ხედავთ გამაქსული აქვს, აქ უბრალოდ შეიძლება რაღაც მოგცა, ნახოთ რა არის. ნუ აი ეს არის და ავიღოთ ფოტით ერთი უფასოდ და გავხსნათ და ამით დავასრულოთ ვიდეო. იმედია რომ მოგეწონათ მეგობრებო ეს ვიდეო, გავტესტეთ კოლეტის 3 ძალიან მაგარი სკინი, მაგრამ მე მაინც არ გირჩევდით, ყველა ხარჯვა ამ გასაღებების, შეაგროვეთ და უფრო მაგარი სკინებიც გამოდის. მადლობა ვინც უყურებთ ამ ვიდეოს, ვინც დაალაიქებთ, არც გამოიწერთ. ყველას გისურვებთ რომ Brawl Pass-ი უფასოდ გქონოდეთ Brawl Stars-იდან, რა ვიცი მეტი რა უნდა გისურვოთ, ძალიან გთხოვთ გამოიწერეთ და კიდევ ერთხელ გთხოვთ, ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.